კიდევ ერთი ცვლილება მზადდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში. კანონპროექტის თანახმად პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომელმაც წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიიღო, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ქართული ოცნების ინფორმაციით მომზადდა მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც. მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, დაჯარიმდება 20,000 ლარით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით. შალვა პაპუაშვილი არის ამის კარგი მაგალითი. თავად რომ იყო ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაციის თანამშრომელი წლების განმავლობაში და მოკითხეთ მას დავუსვით კითხვა. კარგი იქნებოდა მაშინ ყოფილიყო ესეთი კანონი და მას აკრძალვოდა პოლიტიკური საქმიანობა? ანუ საერთოდ რა აბსურდზე ვსაუბრობთ ხოლმე, ხო რა შუაშია დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს დაკავშირებული ამათვენ ორგანიზაციასთან. ასაგებია რომ ძალიან ეშინია ოცნებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ შიშებს უკავშირდება. და არაადეკვატურია, ყველა ეს გადაწყვეტილება არის უბრალოდ არაადეკვატური. უბრალოდ მათ ჭირდებათ ამის თავისთავად ხო უნდა გაიმართლა, ხო გამოდიან და სისულელებს რო ანონსებენ, რაღაც გამართლება ხო უნდა იპოვონ. და იპოვეს ახლა ეს გამართლება, რომ თურმე ებრძვიან უსამშობლოებს. ქართული ოცნების ეს ინიციატივები არის არაკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, თვითონ სანქციების ნაწილშიც არაპროპორციულია და შინაარსობრივადაც კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ეს არის არადემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური, დისკრიმინაციული შეზღუდვა და ეს მახსენებს 20-იანი, 30-იანი და 40-იანი წლების წითელ ტერორს, ხო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის აგენტობას წამებდნენ, ცილად და ბრალად უყენებდნენ ადამიანებს. თავარი მოტივი არის ის, რომ ადამიანი რომელიც არის უცხოური ზეგავლენის ქვეშ ესე იგი ჩართული და ექვემდებარება უცხოურ ზეგავლენას, აქტიურად ვერ უნდა მოახერხოს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის ფორმირება. ეს არის შიდა უსაფრთხოების დაცვის ელემენტი. ეს პროცესები ძალიან აქტიურად დაიწყო უკრაინაში ომის შემდეგ. მანამდეც იყო ეს, რა თქმა უნდა, ვერ უარყოფთ, რომ 22 წლამდე ეს მცდელობები არ იყო, უამრავი მცდელობა იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამძაფრდა ამ სიტუაციაში. ეს რომ ასეა და სხვაგვარად არ არის, მეტყველებს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომაც. საკითხი განხილვას ექვემდებარება, იცით რომ ეს დაჩქარებული წესით არ მიდის, საკომიტეტო მოსმენები იქნება, შეიძლება არსებობდეს რაღაცა წინადადებები, დაზუსტებები, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისათვის